კლავაც ბერლინში ვართ, მეგობრებო, ჩვენი შემდეგი სტუმარი არის ივაკ იმერიძე. რომელი მხრიდან მოვიდეთ? გვირგვინები რო აქვს ჩამოდგმული? ხესთან ვარ, იმასთან ვარ, ამასთან ვარ, თან ვერ ვიყავ. A5-ში ვდგავარ და F2-ში მოდი. ივა, მე დავუშვი შეცდომა წარდგენის დროს. მეც ალბათ პროპაგანდის მსხვერპლი ვარ. როგორ მუშაობს პროპაგანდა? ხალხს გონია რომ მე არ შემეხება, ვისაც არ აქვს განათლება იმას ეხება. ბერლინში გადმობარგების ამბავს მოგვიყევი. ვაიმე. დღემდე არ მაქვს შეგრძნება რომ ჩამოვედი. შენ რა განცდებით ხარ? უცებ ისეთ თავისუფლებაში აღმოჩნდი რომ მე თვითონ უნდა დავიწესო რაღაც ჩემი საზღვრები და ეს აღმოჩნდა ყველაზე რთული. ვა, რა საინტერესოა. ვიღაცებს ურჩევნიათ რომ ვიღაცამ ჩაკეტოს აქედან ან იქიდან, იმიტომ რომ თვითონ ვერ შვება ამას. ანუ გამოდის რომ სადღაც 300 ადამიანში ხარ ერთ-ერთი შენ. ვგრძნობ რომ უკან დასახები გზა არ მაქვს. სინდისის კენჯნა. სინდისი მოდის ეგრევე და მკენჯნის. შენს მომავალს რა ადგილს უკავშირებ? უკვე აღარ ვიცი. საერთოდ რამეზე ლაპარაკს რა აზრი აქვს. ვინც შედარებით მოშორებით ხარ ტერიტორიულად? ბევრად უფრო პესიმისტურად ხარ ვიდრე მე. 3 წელი ველოდებოდი რეჟისორს, რომელიც ჩამოვიდა და ჰოლივუდიდან წამიყვანდა და მოვიგებდი ოსკარს და ასე შემდეგ. თემურ ჩხეიძის სახელოსნოზე რა თქმა უნდა ცალკე ვისაუბრებ. ვაიმე. არ გაქვს მაგაზე პასუხი? ტვინი არის რაღაც ხმაური, რომელიც უნდა ხშირ შემთხვევაში ჩავახშოთ და ჩვენს შეგრძნებებს უნდა მივყვეთ. ეგ საინტერესო პასუხია, რაც მითხარი. წარმატებას შეხვდით მშვიდათო. არ მიუტოვები არასდროს არავინ. შეიძლება 300 კითხვა გქონდეს მომზადებული, მაგრამ პირველივე შეკითხვის მერე აღმოაჩინო, რომ ბევრად უფრო საინტერესო ადგილას მიყავ ხარ რესპონდენტს და თუ ჭკუა გაქვს უნდა გაყვე. და არც ერთი კითხვა არ დასვა საერთოდ იმ 300-დან. კლავაც ბერლინში ვართ, მეგობრებო, ჩვენი შემდეგი სტუმარი არის ივაკ იმერიძე, მსახიობი და სხვა შორის არა მხოლოდ მსახიობი, მრავალი სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანი და ამ მომენტში სწორედ ამიტომ ვართ მასთან ბერლინში, იმიტომ რომ ის მაიამი სკულში საქართველოს ბანკის დაფინანსებით, კერძოდ კი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით სწავლობს art directing-ს. ეს რიგი ვერ გავიგეთ წეღან რა იყო. მართლა ძალიან დიდხანს ვფიქრობ და რის გამო შეიძლება იდგეს ადამიანი ამ ხელა რიგში და არც მეტი არც ნაკლები მეგობრებო შაურმის გამო დგანან. ესეა ადამიანის ცხოვრება კუჯზე გადის როგორც ამბობენ. ეხლა ჩვენ გვაქვს მეგობრებო საპოვნელი პირველი ნომერი. მოიცა. რა შვები? იცი რა მითხარი? შაურმის უდიდესი რიგი რო არის, ეგ არის შენ? კაი. რომელი მხრიდან მოვიდეთ? გვირგვინები რო აქვს ჩამოდგმული? მზიანი მხარე. რომელი სართულია? კაი. ზამონდი. მეორეზე? რა ფერ ხარ, თავადო? დაუბერდი, ბერდები. რა შვები? ხარ შემართებით. ქართული კამერებით დაგადეკით თავზე. მაგრამ კი იცოდი, გაფრთხილებული იყავ. მოდით. ივა, მე დავუშვი
შეცდომა წარდგენის დროს, როცა ვთქვი, რომ შენ სწავლობ art directing-ს, იმიტომ რომ ჩემი ინგლისური არის უსაწყლესი. დიდად ვერ ვარჩევ art direction-ი და art directing-ი რითი განსხვავდება ერთმანეთისგან. და პრინციპში ჩვენი მიზანი ამ ინტერვიუს ერთ-ერთი მიზანი არის ისიც, რომ გავარკვიოთ რა კონკრეტულად რა მიმართულებას ეუფლები აქ და როცა ამას ისწავლი, ვინ გამოდის ადამიანი. Art direction-ი, ხო. ანუ იდეაში ეს არის advertisement-ი, ანუ რეკლამის, ხო? რომელიც მოიცავს მთლიანად managements, დიზაინერის, copywriting-ის, concepting-ის, ყველაფერს მოკლედ შენ კურირებ და ვიზუალური ნაწილი როგორ იქნება ამ ყველაფრის რა. ანუ art director-საც დედახიან. მთელი კამპანიის, მთელი ამ კონცეპტის შექმნაში მონაწილეობ, მოკლედ და ამას ხელმძღვანელობ რა. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, ეგრეთ წოდებულ ბაზარზე შენთან ერთად რა ტიპის art დირექტორების თაობა მოვა? სხვადასხვანაირი. ზოგი არის რომ მაგალითად საერთოდ კრეატიული მიმართულებით არ უმუშავია, აი არანაირი გამოცდილება რო არ აქვს, უბრალოდ აინტერესებდა და იმიტომ ჩააბარა. ვიღაცები არიან რომ ვისაც ნასწავლი აქვს და კიდე უნდა რომ ისწავლოს. ზოგი არის რომ უბრალოდ დიზაინერი იყო და ეხლა დააინტერესა. ქართველი შენ ხარ? ქართველი მე ვარ და კიდე ორი ქართველი არის. ისინი საქართველოს ბანკის დაფინანსებული. აი ჩემთან ერთად ვინც იყვნენ კონკურსში, უბრალოდ ისინი როგორც მე ვიცი, ახლა მე არასწორად რო არ თქვა, მეორე მესამე ადგილზე ვინც არიან, იმათაც რაღაც ნახევარი დაფინანსებით. გასაგები. როგორ ფიქრობ, აი რაში იკვეთები შენ კურსელებთან? ძირითადი სალაპარაკო თემა რა გაქვთ? ლაპარაკობ თუ არა ვიცი, სოფლიო პოლიტიკაზე, რომის პაპის გარდაცვალებაზე. კი, რაღაცებზე კი. ანუ ზოგი არის კლასელი, რომელთანაც უბრალოდ ვერ ესე საერთო ენას დიდად ვერ ვნახულობთ, მაგრამ ძირითადად ყველასთან რაღაცა საერთო ენა გვაქვს, ძალიან საყვარელია და ყველასთან ძალიან ახლოს ვარ, მაგრამ არიან ისეთები, ვისაც ძალიან ახლოს მეგობრობ და უმეტესწილად პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ ხოლმე, სოფლიო პოლიტიკაზე და რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში და მათ ქვეყანაში და ეხლა ერთი ჩემი მეგობარია, რომელიც ნახევრად პალესტინელი არის და კიდე რაც მან ხდება მთელი ამბავი მოკლედ. ეს გოგო ვინც არის ნახევრად პალესტინელი, გავაკეთეთ რაღაც კამპანია, პროპაგანდა, როგორ მუშაობს პროპაგანდა. ერთი კლასი გქონდა, რომელსაც ერქვა, AI-ს სწავლობდით. მან რაღაცა უნდა გაგვეკეთებინა კამპანია და გავაკეთეთ როგორ მუშაობს პროპაგანდა და გავაკეთეთ ისრაელი-პალესტინის ამბავზე მთლიანად რა. როგორ მუშაობს პროპაგანდა? ძალიან რთულია, ჩემთვისაც ძალიან რთულია ახლა ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ რასაც მე მივხვდი, უმეტესწილად პრობლემა არის ხოლმე ის, რომ ხალხს გონია, რომ მაინც და მაინც შენზე არ ექნება გავლენა პროპაგანდას, პირველ რიგში ხალხს გონია, რომ მე არ შემეხება, გაუნათლებელ ხალხს, ვისაც არ აქვს განათლება, იმას ეხება, სულელს შეეხება მარტო. ჩემზე არ მოქმედებს, მე კიდე კითხვა არის, ანუ მედია შენზე გავლენას ახდენს თუ ინფორმაციას გაწვდის, თუ ანუ საერთოდ როგორ ხდება ეს, ჩვენ კითხვები გქონდა ჩამოწერილი, როგორ სანამ შეხვიდოდი, მოკლედ რაღაც გამოფენასავით იყო და სანამ შეხვიდოდი, კითხვარი უნდა შეგევსო. და ეგ კითხვები იყო, რომ რამდენად გგონია თუ არა, რომ შენზე გავლენას ახდენს პროპაგანდა და მოქმედებს თუ არა შენზე. ყველა ამბობდა რომ არა ალბათ. ალბათ ხო, ყველა ფიქრობს რომ არა. ანუ შენ ამბობ რომ ისეთი ადამიანი ვისაც მეტნაკლებად შეუძლია გარჩევა ყალბი ინფორმაციის, ნამდვილი ინფორმაციის ან გადამოწმება და დარწმუნება რომ რაღაც ნამდვილია და რაღაც არასწორი, ისიც შეიძლება ექცეოდეს პროპაგანდის ქვეშ. რომელი რაღაცა მხარის პროპაგანდის ქვეშ აუცილებლად მოექცევა. მეც ალბათ პროპაგანდის მსხვერპლი ვარ რაღაც დონეზე. ბერლინში გადმობარგების ამბავს მოგვიყევი. ვაიმე. ძალიან რთული. მე მეგონა რომ ცოტა მარტივად იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ წელს ძალიან გართულებული არის ბინების ამბავი. ძალიან ცუდად დამემთხვა მეც. 7 ჯერ გადავედი 5 თვეში სახლიდან სახლში და ძალიან ახალი გამოცდილება იყო ჩემთვის აქეთ გადმოსვლა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ბევრი მეგობარი მყავს ესე და მარტო არ მიგრძნია თავი, მაგრამ მაინც ასე თუ ისე მარტო ხარ რა, რო გადმოდიხარ და ამ ბინების ძებნამ გამაგიჟა, იმიტომ რომ სულ ჩემოდნებზე ხარ და დღემდე არ მაქვს შეგრძნება რომ ჩამოვედი. შენ ხარ 29 წლის. მარტივია დამოუკიდებლად ცხოვრება. რას გულისხმობ გეტყვი? კი, ბერლინში ბევრი ქართველი ცხოვრობს.
ბევრი საერთო მეგობარი გვყავს ჩვენ აქ. მაგრამ მაშინაც კი როცა პირობითად მოვდივარ ხოლმე როგორც ტურისტი, თითქოს მეკარგება იმისგანაც და რომ რა მე რო დამჭირდეს უცაბედად. ვიღაცა მომეხმარება რა. შენ რა განცდებით ხარ აქ? მე მგონია რომ რაღაცა რომ დამჭირდეს ვიღაცა ყოველთვის არის რომ დამეხმაროს, მაგრამ ერთი რაც აღმოვაჩინე აქ ჩამოსვლისას იყო ის რომ აი ამ თავისუფლების რაღაცა დამოუკიდებლობის და თავისუფლების შიში მქონია ყველაზე მეტად რომ უცებ ისეთ თავისუფლებაში აღმოჩნდი რომ მე თვითონ უნდა დავიწესო რაღაც ჩემი საზღვრები და ეხლა ვიღაცამ კი არ უნდა დამიწესოს რომ აი ესე მოიქეცი ან ისე მოიქეცი. ეხლა მე თვითონ უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი და ეს აღმოჩნდა ყველაზე რთული ჩემთვის. ვა, რა საინტერესოა. რომ ხო რაღაცა შენ თვითონ ხვდები რა არის შენთვის ზღვარი, რის მიღმაც პროცესში ხარ თუ დააწესე იგი? პროცესში ვარ. მაგრამ ხო მივხვდი რომ ალბათ ადამიანსაც ზოგადად ამ ყველაზე მეტად ამის ეშინია და ამიტომა ხოლმე რომ ვიღაცებს ურჩევნიათ რომ ვიღაცამ ჩაკეტოს აქედან ან იქიდან, იმიტომ რომ თვითონ ვერ შვება ამას. მაგრამ მე მგონია რომ მახინჯი წარმოდგენაა საბოლოო ჯამში. როცა ვიღაცა გიწესებს შენ. ხო, არა, რა თქმა უნდა. მე წავიკითხე ამბავი რომ შენ სტიპენდიაზე, საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე შეიტანე განაცხადი. 2 კვირით ადრე ვიდრე დასრულდებოდა მიღება. თუ ისე აღმოჩნდა რომ იმაში ჭილაძე როგორც ამბობს რაც ცხოვრებაში ხდება შემთხვევით მარადიული ის არის მხოლოდ აღმოჩნდა რომ გაგიმართლა შენ. მე როგორც ვნახე სტატისტიკა საერთაშორისო დაფინანსებით მაიამი ეცკული, ჩივნინგი და ასე შემდეგ საქართველოს ბანკს 50-ზე მეტი სტიპენდიანტი ყავს, საერთო ჯამში 200-ზე მეტი, შეიძლება 300-მდე. ანუ გამოდის რომ სადღაც 300 ადამიანში ხარ ერთ-ერთი შენ. რა პასუხისმგებლობას გკიდებს? ერთი ის რომ შენ რაღაც ინსტიტუცია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა, გირჩევს შენ. და ამ შემთხვევაში ალბათ არ ხარ მხოლოდ საკუთარ თავზე პასუხისმგებელი, იმიტომ რომ ვიღაცა რო დაგეხმარა ამ განათლების მიღებაში, თითქოს სხვასაც არ უნდა გაუცრო იმედი. და მომდევნო შეკითხვა იქნება კიდევ უფრო ჩაღრმავებული. რომ შენ ხარ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის პრემიის გამარჯვებული. ნიკამ თავად დაასრულა თავის დროზე მაიამი ეცკული, ჰამბურგში ხო მე მგონი? არა, თუ სწორად მახსოვს ხო? და გუჯეჯიანის სახელი ამ ინდუსტრიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი კაცის. არის კიდე დამატებითი პატივიც და პასუხისმგებლობაც. აი შენ რა პასუხისმგებლობებს გრძნობ? და რა თავისუფლებებს მაინც? ცოტა რთული არის ამაზე პასუხის გაცემა ჩემთვისაც, იმიტომ რომ გრძნობ რომ უკან დასახები გზა არ მაქვს, ძალიანაც რომ მინდოდეს. და ვერ გაუცრუებ იმედს ვერავის. არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ჩემი თავი თუ ჩემი მშობლები თუ ვინც დამაფინანსა თუ ასე შემდეგ და რამე მომწონს თუ არ მომწონს მაინც უნდა გავაკეთო ყველა მაქსიმალურად რაც შემიძლია ყველაფერი უნდა ქნა იმისთვის რომ კარგი შედეგი დავდო არ მიყვარს ეს სიტყვა მაგრამ ხო აი მაიამი ეცკულს რომ ამთავრებ რა არის წერტილი სადაც მიდიხარ და იმის მერე რა გზები ახსნება სტუდენტს? პირველი წელი არის მთლიანად სწავლა და მეორე წელი არის ინტერნშიპი. და მეორე წელი მთლიანად მუშაობა. ქართულადაც მითხარი რა არის ინტერნშიპი? ქართულად როგორ? სტაჟირება. სტაჟირება უკაცრავად. ინტერნი სტაჟიორია. კი, სტაჟირება. მეორე წელი არის მთლიანად სტაჟირება. და სტაჟირებას გადიხარ სხვა. ნუ შენთან აირჩევს რაღაცა კომპანიები არის, რომელსაც შეგვიძლია აირჩევ, მე ისინიც გირჩევენ შენი პორტფოლიოს მიხედვით. და შედეგი არის ალბათ ის, რომ ვიღაცა დაგიტოვებს. ანუ ვიღაცა აგიყვანს სამსახურში უკვე ამ 2 წლის შემდეგ. შენი მეგობრების დიდი ნაწილი, ვისაც ხვდები, დგას ხოლმე რუსთაველზე. და აპროტესტებს იმას, რომ საქართველო არ იქცეს თავისუფლების ანტონიმად. საპირისპირო რაღაცად. რა განცდა გეუფლება, როცა ხარ მათგან მოშორებით, თუმცა როგორც ვიცი იზიარებ ამ სულისკვეთებას.
ძალიან ძიმე არის. არასდროს არ მეგონა ესეთი მძიმე თუ იქნებოდა შორიდან ამის ყურება, იმიტომ რომ პირველ რიგში თავიდან აქ რო ჩამოვედი შოკი მქონდა, იმიტომ რომ გარეთ რო გადიხარ და უცებ ესეთი კონტრასტი რო ხდება. თან ყოველდღიურად რაღაცა სკროლავ, სულ რაღაც ახალი ამბავი არის, სულ რაღაც ცუდი, კარგი რო არასდროს არ არის ახალი. და უცებ გადიხარ აქ და ყველაფერი კარგად არის. დიდად ვერავინ ვერ იზიარებს ასაც ეუბნები. გეუბნები რომ ოხო რა ცუდია, წუხვარ და იმედია ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მაინც რო ხვდები რომ ბოლომდე ვერ გითანაგრძნობენ, იმიტომ რომ უბრალოდ არ იციან რა ხდება, არ ცხოვრობენ საქართველოში და არ ეხებათ მათ ესე როგორც შენ ძალიან ძიმე არის ამის. ანუ შენ ამბობ რომ თანამედროვე ბერლინელი ტიპისთვის რთული აღსაქმელია რომ შეიძლება ესე ვიღაცა ერთი ტიპი მოვიდეს და თავისუფლება წაგართვას და როცა შენ უყვები ამის შესახებ ბოლომდე ვერ იაზრებს და შეიძლება ფიქრობს რომ ცოტა არა შეიძლება ამას არ ფიქრობს მაგრამ ნუ მგონია რომ თუ არ შენს თავს თუ არ ხდება ეს ძალიან რთულია რომ იგივე ახლა ჩვენ რო წარმოვიდგინოთ რაც ხდება ისრაელი-პალესტინის ამბავი ჩვენგან მგონია რომ მაინც ცოტათი შორს არის და ცოტათი რთული აღსაქმელი არის რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს რომ ბოლომდე შევიგრძნოთ თუ გავითავისოთ თუ მივხვდეთ რას გრძნობენ მგონია რომ ძალიან რთულია მაინც ამის გაგება იმიტომ რომ მაინც ცოტა შორს არის ჩვენგან ეს ამბავი ანუ სხვისი ტკივილის თანაგრძნობა რთული აღსაქმელია როცა შენ თავს არ ხდება ხო ესე მგონია მე მიწევს აქ რომ ეხლა როგორ ამოვიღებ საერთოდ ხმას იმასთან დაკავშირებით რომ მე რა ცუდად თუ არ აქვს ცუდად ვარ იმ ხრივ რომ არ ვარ საქართველოში და არ დგავარ ჩემ მეგობრების გვერდზე და არ დგავარ იქ სადაც უნდა ვიდგე და მიწევს რომ აქ ვისწავლო და მიწევს რომ სხვა რაღაცებზე ვიფიქრო და სხვა რაღაცებზე ვკონცენტრირდე რაც ძალიან რთული აღმოჩნდა არ მეგონა ესეთი რთული თუ იქნებოდა ჯერ რატო არ მეგონა არ ვიცი მაგრამ უცებ მიწევს სხვა რაღაცებზე კონცენტრაცია როცა ვერ ვკონცენტრირდები სხვა რაღაცებზე და მოცული ვარ მთლიანად ამ ამბით და რაღაცა პერიოდი გამომდის ხოლმე რომ გადავიტანო ყურადღება, მაგრამ თან ამავე დროს ოდნავ რომ გადამაყ ყურადღება მჭამს ეს სინდისის კენჯნა. სინდისი მოდის ეგრევე და მკენჯნის. შენს მომავალს რა ადგილს უკავშირებ? უკვე აღარ ვიცი. ადრე მეგონა რომ სადღაც წავიდოდი და იქ აი მაგალითად ბერლინში ვიქნები. ეხლა ალბათ მგონია რომ ბერლინში ვიქნები, მაგრამ თან მინდა საქართველოში დაბრუნება, თან არ ვიცი რა იქნება. თან ჩემ მეგობრების დატოვება არ მინდა. მოკლედ ძალიან ბევრი დილემის წინაშე ვარ ჩემი აზრით. რომელსაც ხა პასუხს ვერ გავცემ. ანუ რეალურად მე როგორც ხვდები, შენ ჩამოხვედი ბერლინში ახალი თავგადასავლისთვის, ახალი ცოდნებისთვის, ახალ კითხვებზე პასუხების გაცემისთვის, აი მათემატიკა და ცნობის მოყარეობა რაც ახსენე. მაგრამ ჯერჯერობით არ იცი ეს პასუხები სად ჩაიტანო. რო აიღებ, წაიღო საქართველოში თუ გამოვიყენო აქვე. იმიტომ რომ არ ვიცით რა იქნება საქართველოში ჯერჯერობით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და საბოლოოდ მართლაც განთავისუფლდება საქართველო, მაგრამ არ ვიცი. იმდანაც ყოველდღიურად ალბათ რაღაცა ბავშვური რაღაც ოცნებები და რაღაცა იმედი, რომელიც არ ვიცი რამდენად რეალურია. იმიტომ რომ მგონია რომ თუ ეს იმედიც არ მექნება, მაშინ რა გამოდის? მაშინ ხელი უნდა ჩავიქნიო ყველაფერზე და მაშინ არც ხმა არ უნდა ამოვიღო, იმიტომ რომ მაშინ რა აზრი აქვს ყველაფერზე. საერთოდ რამეზე ლაპარაკს რა აზრი აქვს? თუ მგონია რომ არაფერი არ გამოვა. დავაკვირდი რომ ვინც შედარებით მოშორებით ხარ ტერიტორიულად, ბევრად უფრო პესიმისტურად ხარ ვიდრე მე. იმიტომ რომ მე ძალიან მჯერა ქართველი ხალხის. მეც მჯერა, ძალიან მჯერა. უბრალოდ აქედან სხვანაირად ჩანს, იმიტომ რომ აქედან ჩანს მარტო ის რაღაცა ეპიცენტრი და მე სულ მაგას ვამბობდი, ეხლა დეკემბერში ჩამოვედი თბილისში და იმას ვამბობდი, რომ აქ არის გრძნობა ის სულისკვეთება, რაც სინამდვილეში არის საქართველოში. და იქ რო ჩადიხარ, იქ იგრძნობა ეს ძალა, რაც ხალხშია სინამდვილეში. და აქ რო გამოაცალო ეგ ძალა, სინამდვილეში რჩება მარტო ის
ნეგატიური სურათი რაც გვაქვს ქვეყანაში. და მე ეხლა ამ ნეგატიურ სურათთან ვარ მარტო დარჩენილი, იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ სხვა ვერ გრძნობ, იმიტომ რომ ფიზიკურად არ ვარ იქ. და რომ ჩამოვედი და ფიზიკურად ვიგრძენი ხალხის ძალა და ეს სულის კვეთება ვამბობდი რომ აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება და აუცილებლად გაიმარჯვებს ხალხი. უბრალოდ დიდი ხანი არ ყოფილა საქართველოში და რატომღაც აი პროპაგანდას ზე რო ლაპარაკობდით, გონია რომ მეც რაღაცა პროპაგანდის მსხვერპლი ვარ, ნაწილობრივ. და მეც რაღაც მხრივ ის პესიმიზმი შემეპარა, რაც სინამდვილეში აწყობს ხელისუფლებას რომ გაჩნდეს ხალხში. მე ესე მგონია. ვიანი ხალხისგან მსმენია, რომ რამდენიმე პროფესიის ადამიანს შეუქმნის დიდ პრობლემებს სამსახურთან დაკავშირებით. მათ შორის შენი პროფესიის ადამიანებს, გულისხმობ ხელოვნურ ინტელექტს. კი ბატონო. იმიტომ რომ ჯერჯერობით კი ბატონო რა ეს გრძნობის შეტანა ხელოვნურ ინტელექტს ტექსტში ჯერ ისე ვერ გამოსდის, რასაც მე ვაკვირდები. მაგრამ ხვდებით რომ დღითიდღე უმჯობესდება. აი რა დამოკიდებულება გაქვს შენ და ლაპარაკობთ თუ არა მათ შორის აი შენი თანახმოვანები. ლაპარაკობთ და ვიყენებთ. ძალიან აქტიურად ყველა და თან რაც ჩაგანაცვლებთ მალე. რაც არ ჩაგვანაცვლებს ჩვენ ვისაც ეცოდინება ამის გამოყენება, ისინი დარჩებიან სამსახურში, მე ესე მგონია. და ვისაც არ ეცოდინება გამოყენება, უბრალოდ ვერ იმუშავებს. იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ახლა ესე კი არ ვარ, მიდი ახლა იდეა მითხარი რაღაცა. მაგრამ აი მაგალითად წერო, აი ეს და ეს იდეა მაქვს, ეს და ეს მინდა რომ გავაკეთო, ყველაფერს დეტალურად ეუბნები და მე რაღაცებს გიკორექტირებს ის, რაღაცა ახალ იდეას შეიძლება მოგაწოდოს. და შეიძლება იქიდან რაღაცა ინსპირაცია აიღო, თორე ესე რომ უთხრა რომ მიდი ახლა აბა იდეები მომაწოდე, რაღაცა სისულელეებს გელაპარაკება რასაკვირველია. მაგრამ არის რომ ჯერ შეიძლება ზეგ დაგელაპარაკოს, რომ მიხვდე რომ ბევრად უსუსტო ხარ მასთან შედარებით. კი. ცოტათი შორს ვართ მაგისგან რომ ესე გრაფიკულ დიზაინერი ჩაანაცვლოს, მაგრამ ეხლა მაგალითად ChatGPT-მ გააკეთა ფასიანი ვერსია, სადაც უკვე ტექსტების ჩაწერა შეგიძლია. ანუ აქამდე თუ ცოტა რაღაც არეულად იყო ხოლმე ტექსტები, ხელები, ანუ აი ფოტოს მაგალითად რო აგენერირებდი, ხელები იყო არეული, თითები, რაღაცა 9 თითი ქონდა ადამიანს და ტექსტები არ იყო არასდროს, ანუ ასოები არ იყო არასდროს. და ეხლა პირდაპირ შეგიძლია უთხრა რომ აი ეს დაწერე, აი ესე. და შეუძლია პირდაპირ პოსტერი გაგიკეთოს. და არ გაშახი მართლა რომ აი რაღაც პერიოდის მერე თქვენი მოგიწევს რომ ისწავლო პირობითად აბსოლუტურად სხვა ხელობა. ნუ რაღაც მომენტ შენზე ჭკვიანი იქნება აშკარად. მომიწევს რომ ისწავლო როგორ ველაპარაკო ხელოვნურ ინტელექტს. შენმა დამსაქმებელმა რომ ისწავლოს როგორ ელაპარაკოს კარგად და შენ აღარ დაჭირდე? მაშინ 9 კაცის საქმე უნდა გააკეთოს ერთდროულად, ხო? მაგრამ არ ვიცი როგორ განვითარდება ჯერჯერობით, მაგრამ მაკეტკენ მიდის. ხო, ცოტა საშიში არის. მეც ვიყენებ ახლა მაგალითად რაღაცებისთვის, პოსტერებისთვის მაგალითად, რომელსაც უბრალოდ ვერ მაგის გადასაღებად დაგჭირდება ძალიან ბევრი ფული. უბრალოდ ვაგენერირებ ფოტოებს, მე ვამუშავებ და მაგ პოსტერი. ხო. და ნუ მე რა თქმა უნდა დიზაინს ვაკეთებ, მაგრამ ახალ თაობას ხო ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ტექნოლოგიის გამოყენების ამბავში. აი კოლოსალურად დიდი სხვაობა ჩემსა და დაუშვათ 20 წლის ახალგაზრდას შორის. და ძალიან დიდი შანსი აქვს რომ რაღაცაში მომატყუონ, ხო პირობითად. და რამხელა შრომა უწევს დიდ თაობას, რომელიც ახლა იძულებულია, რომ ესეც აითვისოს საიმისოდ, რომ ჯერ ერთი სამსახური შეინარჩუნოს და მეორე ის, რომ გაცურებული არ დარჩეს. გაცურებული დარჩება ყველა შემთხვევაში. ეხლა მინდა რომ გავაკეთოთ ესეთი ამოვქოქოთ ესეთი რუბრიკა, რომელსაც ქვია არ გაჩერდე. ამ რუბრიკას ვაკეთებთ ჩემსა და შენს საერთო პარტნიორთან ერთად. ანუ ჩვენი გადაცემის მთავარი პარტნიორი საქართველოს ბანკია და შენ საქართველოს ბანკის დაფინანსებით ხარ Miami Ed School-ში. და ეს ერთ მაგარი ამბავია, იმიტომ რომ თუ კი კომპანია ხარს უჭერს განათლებას და ამ სახით ახორციელებს არაპირდაპირ მნიშვნელობით ინვესტიციას, რომ განათლება მიიღონ ადამიანებმა და მერე გამოადგეთ რაღაც სფეროებს, ეგ არის ძალიან გადასარევი ამბავი. რუბრიკაში არ გაჩერდე, ჩვენ ვლაპარაკობთ ხოლმე ადამიანების გზაზე და შენ სადე ბევრი რაღაც ცხოვრებაში გამოგივიდა რაღაცები ძალიან კარგად, სამსახიობო კარიერით დაწყებული, დიზაინით გაგრძელებული და აგერ art direction-ით ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. შენთვის რა გზა არის ეგ?
სავალი არ გაჩერების მიმართულება. რა გჭირს ვაფშე დღეს? თვალზე რა გჭირს? ყველაფერი ერთმა ბიჭმა დამარტყა. და რატო დაგარტყა? იმიტომ ბაბუა მისი მოუკალა. არ ვიცი, ძირითადად მე რო ვფიქრობ ხოლმე რომ რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს, რისთვის არის ეს ყველაფერი, ამაზე პასუხი ხშირად არ მაქვს ხოლმე, ან გააჩნია პერიოდს. და იმ პერიოდის მიხედვით მაქვს პასუხები, რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს, მაგრამ ძირითადად პასუხი არის ხოლმე რომ სხვა ადამიანებს გამომარტივო ცხოვრება და მე მგონია რომ დიზაინის, გრაფიკული დიზაინის მთავარი აზრიც ეს არის. სამსახიობოს მთავარი აზრიც ეს არის, რომ შეიძლება არ გაუმარტივო, მაგრამ რაღაცა შეცვალო უკეთესობისკენ და art direction-ის შესაბამისად, რაღაც ცოტა კი შეატყუო არის, მაგრამ ძირითადად მგონია რომ აი მაგ მიმართულებით, აი უფრო მაგ მიმართულებით მეფიქრება. ანუ შენ ამბობ, რომ შენ არ ჩერდები იმის გამო, რომ შენთვის მთავარი იდეა თუ საწვავი არის ის, რომ სხვა ადამიანებს შეიძლება გაუმარტივოთ ცხოვრება, შენი არ გაჩერებით? აი ხო, ალბათ ეს აზრი მოუძებნე ყველაზე ახლოს რაც არის, აი იმ შეგრძნებასთან, რაც არ მაჩერებს რა. გააჩნია პერიოდს, მაგ პერიოდი რომ მარტო საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი რომ მე მომწონს და იმიტომ ვაკეთებ, მე სიამოვნებს და იმიტომ ვაკეთებ, მაგრამ ეს სიამოვნება საბოლოო ჯამში მაქედან მოდის, რომ ვიღაცას გაუმარტივე, რაღაცა ლამაზი გავაკეთე, ვიღაცას რაღაცა მოეწონა, ვიღაცამ რაღაცაზე თქვა რომ მარტივად გავიგე რაღაცა და ეს ჩემში სიამოვნებას და აქტუალობას იწვევს, რაც მე უკვე შემდეგ რაღაცებისკენ მიბიძგებს. ქონია ისეთი შემთხვევები, როცა აი აპირებდი რომ მოდი კაი ჯანდაბას დავნებდები. ჩავწვევი და წერს უყურე. მე მიყურებია წერის 6 თვის განმავლობაში ზვიჩეკი წერილი. ეს მქონდა რომ დავამთავრე სწავლა 3 წელი ველოდებოდი რეჟისორს, რომელიც ჩამოვიდოდა ჰოლივუდიდან, წამიყვანდა და მოვიგებდი ოსკარს და ასე შემდეგ. ნუ რაღაცა ბოდვები რაც გვაქვს ხოლმე თავში წარმოდგენილი, აი ესე ველოდებოდი 3 წელი და 3 წლის მერე მივხვდი რომ ეს სისულელეა და არ უნდა ვიწვე, დავიწყე მან გრაფიკული დიზაინის სწავლა და მე ეგ რამ გაიძულა. აი 3 წელი რაღაცა 3 წელი რო გაჩერებული ხარ და 3 წლის მერე დგები, რაღაცა მხოლოდ გიკარნახოს რომ წამოდექი. ნუ შემშილით ხარ მოვკვდებოდი, რაღაცა უნდა მეკნა და ავდექი და დავიწყე გრაფიკულ დიზაინს. სინამდვილეში სხვა რაღაცა მოხდა მან. იყო ესეთი, მე ძალიან მიყვარს ანიმაციები. და ესეთი რაღაცა რეკლამა შემხვდა, გრაფიკული დიზაინი და ეხლა დღეს ხვდები რომ ძალიან ბოდვა არის ამის ეს უკვე ეგ რო ხდება და მაგის რო გჯერა უკვე სისულელე, მაგრამ გრაფიკული დიზაინი და ანიმაცია, ესეთი კურსი იყო. და მეთქი ვარ მაგარია ანიმაცია და ვისწავლე ახლა ანიმაციას და მე გავაკეთებ მე თვითონ ანიმაციებს და მოკლედ ამით ძალიან ახლოვანებული ვიყავი. და დავიწყე გრაფიკული დიზაინის და ანიმაციის სწავლა. ხელში შემცვა საერთოდ სხვა რაღაცა, Photoshop-ის სწავლა დავიწყეთ, რომელიც ასე ისე ვიცოდი და მოკლედ მე დავიწყე უკვე junior graphical designer-ად სტამბაში მუშაობა. სტამბა მაშინ აჭარა ჯგუფი იყო და დავიწყე მან მუშაობა. და მაქედან დაიწყო ჩემი ეს გამოცდილებების დაგროვება და ნელ-ნელა უფრო დამაინტერესა ამ სფერო. მე თვითონ დავიწყე ანიმაციის სწავლა. მე უკვე ანიმაციის მიმართულებით ვიპოვე სამსახური, ფრილანსინგი დავიწყე. რასაც შემყვები, ეგ არის ძალიან, როგორ თქვა, საკუთარი თავის ფეხზე დაყენების ამბავი, ანუ დიდი შრომა ქონია ჩადებული. ჩვენ არ გაჩერდეში გვაქვს ქვე რუბრიკა, რომელსაც ქვია განათლების გზაზე არ გაჩერდე და ესეც საქართველოს ბანკთან ერთად გაკეთებული რუბრიკა. შენ გაქვს აი რამდენიმე გაჩერება, ესე იგი, ამ განათლების მიმართულებებში და ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული. თემურ ჩხეიძის სახელოსნოზე რა თქმა უნდა ცალკე ვისაუბრებთ. მაგრამ მე რასაც დავაკვირდი, როცა ამ ინტერვიუს ვემზადებოდი, იყო ის გამაოგნებელი შემართება, რომ ადამიანი ცდილობს ძალიან ბევრი რაღაც მოსინჯოს და რაღაცები მოირგოს საკუთარ თავზე. აი ამ განათლების გზაზე არ გაჩერებაზე რას გვეტყვი?
რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი სულ რაღაცას ეძებდეს და რაღაც ყოველდღიურად ახალს სწავლობდეს? აი მე მგონია რომ აი ხო ვამბობთ რომ მაგალითად სხვადასხვა ძალიან განსხვავებული სხვადასხვა სფეროები არის სამსახიობო, გრაფიკული დიზაინი, იქ ცალკე ანიმაცია სხვა არის, იქ art direction-ი არის. ჩემთვის იმდენად გადაჯაჭვული არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან, იმიტომ რომ მაგალითად სამსახიობოს მიმართულებით რაღაცეები არის რაც გეხმარება, ანუ არ არის ცალკე რაღაცა. იქ რასაც ვწავლობ, მე მეხმარება, არ ვიცი, შეგრძნებითად მეხმარება გრაფიკულ დიზაინში, რომ მივხვდე რაღაცას, უფრო მარტივად გავიგო, ვინ რას მეუბნება, კომუნიკაციაში უფრო მარტივად შევიდე ადამიანთან და გავიგო კლიენტს რა ჭირდება ჩემგან, რომ სწორად მივაწოდო უკან. და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცა, აი იმდენად გადაჯაჭვულია, მე თვითონაც გაუგნებული დავრჩი, რომ ესეთი სხვადასხვა დარგებიდან უცებ ესეთი რაღაცა ერთმანეთთან კავშირები იყო, ხო? და მე მგონია რომ თავარი ეგ არის რომ პროსტა ინტერესი გქონდეს და აი არ გაჩერდე მაგ ინტერესი არ გაგიჩერდეს და ინტერესი თუ გექნება მგონია რომ მე შენ თვითონ იქექები და თუ ინტერესი არ გაქვს მგონია რომ მაგის ქეკვას აზრი არ აქვს. ეგ ინტერესი როგორ უნდა მიიძინოს მაგ ინტერესმა? უნდა დააკმაყოფილო ეგ ინტერესი და სუნდა ეძებო და უნდა აკმაყოფილო და აკმაყოფილო ეს ინტერესი თორე სხვა შემთხვევაში ალბათ აღარ გექნება და გაქრება. ანუ იმისთვის რომ გამოყვებო ინტერესი უნდა შიოდეს, ეგრე გამოდის. მოდი გულახდილად გეტყვი რა რაღაცას. მე საკუთარ თავს შევამჩნიე, თავარიდაც არის მამოძრავებელი ცნობის მოყარეობა. თითქოს და ეგ აღარ მაქვს. და აი ამ რუბრიკაშიც დავდივარ და ეს პირდაღებული ვეძებ, რომ იქნებ ვიღაცამ მითხრას ისეთი რამე, რითიც მივხვდები, რომ აი ახალი ინტერესი შეიძლება რომ გააჩინო ადამიანმა ცხოვრებაში. არ გაქვს მაგაზე პასუხი? არ ვიცი, მე მაგალითად ახლა აი ანიმაციას იმიტომ ვახსენებ ხშირად, რომ ძალიან ხშირად არ ვაკეთებ ანიმაციას, მაგრამ გრძნობ, რომ ჩემთვის ყველაზე მეტად სასიამოვნო პროცესი არის ანიმაციის კეთება და მაგალითად მივხვდი, ერთხელ დედაჩემი შემოვიდა და მითხრა, რომ კიდე ერთხელ თუ დაატრიალებ ამასო, პროსტა გაგაგდებო სახლიდანო და მივხვდი, რომ 200-ჯერ ხმაღლა მქონდა ჩართული და ერთ წამს იმდენჯერ ვატრიალებდი, რომ პროსტა გააფრინა და რაღაც მომენტში მითხრა, რომ გაგაგდებო ახლა. და მე ვერ აღვიქვავ ამ რამდენჯერ ვატრიალებ ამას, მაგრამ თვითონ ეს პროცესი, რომ მილიონჯერ დაატრიალებ, მილიონჯერ ნახავ თავიდან და ბოლოს რაღაცა შედეგამდე მიდიხარ, ჩემთვის იმდენად სასიამოვნოა, რომ მე ბოლოს ერთიანად შედეგს უყურებ. რომ მიღირს, რომ აი შეიძლება ვიჯდე 9 საათი და 9 საათი აი გაუჩერებლად ერთი და იგივე ვატრიალო და არ შემაწუხოს ამან. და თვითონ აი ეს მოძრაობის მე რო ხდები ეს ფიზიკას რო გრძნობ, რომ აი როგორ უნდა მოძრაობდეს ბურთი მაგალითად, ეხა ერთ რეკლამას ვაკეთებდი ბურთის მოძრაობის და მე რო გრძნობ, რომ ის მართლა დახტის ეს ბურთი და მართლა როგორ მოძრაობს და საბოლოო ჯამში რო უყურებ და ერთიანი ვიდეო რო არის, ძალიან სასიამოვნო არის. და მე მქონდა ბავშვობაში მათემატიკაზე ვგიჟდებოდი და ჩავაბარე მათემატიკა კიდე დამატებით საგნად. იმიტომ რომ გიჟდებოდი ამ ფორმულების ამოხსნაზე, რომ რაღაც ძალიან დიდი ფორმულა უნდა გამომეყვანა, რაღაცა და მე ბოლოს პასუხი არის და ეს იმ ხელსიამოვნებას გვგრიდა, რომ ძალიან კმაყოფილი ვიყავი ამისგან და ვგრძნობ, რომ ცოტა ეგ იგივე პატერნი არის მოკლედ, რომ აი ჩალიჩობ რაღაც და ბოლოს უცებ გამოდის რაღაცა და ეს ძალიან სასიამოვნო არის. ეგ საინტერესო პასუხია, რაც მითხარი, რომ იმ მომენტში, როცა მე ესე აღვიქვი ყოველ შემთხვევაში, ანუ საკუთარ თავს დაუსახო გამოწვევა, რაღაც ამოცანები დაუსახო, რთული, იჭხირ კედელაო ამ ამბავში, მხოლოდ იმიტომ, რომ ამოხსნის დროს განსაკუთრებული სიამოვნება მიიღო. იმდენჯერ ახსენე ანიმაცია და ჩემთვის ეს იმდენად ისეთი არის, ტრიგერი არის ჩემთვის სიტყვა ანიმაცია, რომ არ შემიძლია რომ არ ჩაგიკითხო. თუ ადამიანს უყვარს მოსწონს ანიმაციის ყურება, ჩემთვის განაჩენია, კი არა და დიაგნოზია, რომ ის არის მგრძნობიარე ადამიანი. მგრძნობიარე ადამიანი მაძლევს იმის განცდას, რომ მასში ჰუმანურობის დოზა არის ძალიან მაღალი. შენთვის რას ნიშნავს ანიმაცია? რატო შეიძლება რომ კინოზე ბევრად უფრო ნამდვილი იყოს? იმიტომ რომ არის მასში რაღაც ჩვენი ბავშვობის ნაწილი, რაც გვაკავშირებს ჩვენ ბავშვობასთან და ჩვენ შინაგან მესთან, რომელიც არის ბავშვობა. და იმ ღრმა წერტილებთან მიდის, რასაც შეიძლება არ გვიფიქრია არასდროს.
და გვაბრუნებს რაღაცა იმ ნოსტალგიაში და იმ ბავშვობაში, რომელშიც ხშირ შემთხვევაში არ ჩავდივართ ხოლმე და არ ვუღრმავდებით. და ჩემთვის ანიმაციის ყურება ამასთან არის ძირითადად კავშირში და ყოველთვის არის ხოლმე რომ რაღაც მარტივი ენით გელაპარაკება და მარტივად გიხსნის რაღაცებს, რაც შეიძლება ფილმში ბევრად უფრო რთული ენით იყოს. მოკლედ ეს ბავშვობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს რაღაც სრულიად გაფრთხნილი და გაშიშვლებული რაღაც ზედმეტი იმებისგან რა. მინარევების გარეშე, ხო? ფიქრობ, რომ მაგ ბავშვობის დოზის შემოტანა ძალიან მნიშვნელოვანია დიდურ საქმეებშიც. აი დიზაინში რომ ბავშვობა იყოს. აუცილებლად. საერთოდაც მგონია რომ თუ იუმორი სადაც იკარგება და ასევე იუმორი მგონია ამ ბავშვობის თანდევი, სადაც იუმორი იკარგება და ეს რაღაც ბავშვობა და ეს რაღაც ხალისი იკარგება და ძალიან სერიოზული გამოდის, მგონია რომ ცოტა არ ვაკნინებ არაფერს პირიქით, ანუ გადასარევია ეს ყველაფერიც, მაგრამ მგონია რომ ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანი ელემენტი არის ეს ყველგან და ყველაფერში. არის დიზაინში ბავშვობის ელემენტები, რასაც შენახე? კი, მე მგონია რომ კი. ჩვენს მაყურებელს რომელ სამ ანიმაციას ურჩევდი იმისთვის, რომ კარგად გაიგოს, რას ნიშნავს კარგად მოყოლილი ამბავი და ფერები ამ ამბავში. ერთი პირველი რაც მახსენდება, ეს არის კლაუსი. ბოლო პერიოდში იყო ეს, რომელიც ჩემთვის პროსტა აღფრთოვანებული დავრჩი ამ ანიმაციით, იმიტომ რომ თვითონ ამბავი არის გადასარევად მოყოლილი. Hello, Jesper Johansson, postman. Mr. Klaus. და თან არის frame by frame ანიმაცია, ანუ ეს ხელით დახატული ანიმაცია. და ძალიან კარგი ანიმაცია არის თავისთავად. კლაუსის თუ მახსენდება, ვიღაცა რომ ეკითხება ანიმაციას, ეგრევე კლაუსი მახსენდება. როურჩიო, სულ მახსენდება Howl's Moving Castle. მიაზაკის მე მგონი ეგ არის ერთადერთი რაც ნანახი არ. ხო, და ძალიან კარგი არის. From master filmmaker Hayao Miyazaki, the director of the Academy Award-winning Spirited Away. That is ancient sorcery. And quite powerful too. This summer, experience the epic tale of a young woman. მიაზაკის ეგ არის შენთვის თავარი? Spirited Away-ს და კიდე სხვა ბევრი, მაგრამ ეგ რატომაც ეს ძალიან მძაფრად მახსოვს. და მესამე ეხლა რატომღაც მახსენდება stop motion-ი Coraline. ეგ მახსენდება ეხლა. One of the most popular animated features ever created, fans all over the world, and has become one of the best films in the stop-motion genre. You put it in a certain position, then you take a picture, after which you move this doll just a little bit forward and take a picture again, and you do it repeatedly until the end of the scene. ან Dogile რო არის კიდე, ეგეც ძალიან კაი არის. მოიცა იმაზე ამბობ Wes Anderson-ის ზაღლებს ხო? ეგ ძალიან დაუცია. I've got a crush on you. We get the idea. You're looking for your lost dog spots. Does anybody know him? No. I've lost all of my pride. მოდი გავაკეთოთ ესეთი რუბრიკა. ჩვენი რუბრიკა, რომელსაც ქვია ვილაპარაკოთ. რუბრიკას ვილაპარაკოთ ვაკეთებ ჩვენს პარტნიორ კომპანიას Selfie-სთან ერთად. შემოგთავაზებ მე თვითონ სალაპარაკო თემას. იმიტომ რომ შეგიძლია იმ ადამიანზე ძალიან კარგად საუბარი, ვინც ალბათ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესპონდენტი იყო ამ გადაცემის წარსულში. თემურ ჩხეიძე, რომელიც იყო შენი პედაგოგი და მაქვს ეჭვი, რომ უნდა მიგაჩნდეს, რომ ძალიან გაგიმართლა. იმით, რომ თემურ ჩხეიძე იყო შენი მასწავლებელი. რა თქმა უნდა, სწორი ეჭვი არის. აი ორი ან სამი სიტყვით რო თქვა, კაი ერთი წინადადებით თქვი. რა გასწავლა თემურ ჩხეიძე? ვაიმე. პირველ რიგში აი რაც მახსენდება ხოლმე ამ კითხვას რომ ისვამენ, მახსენდება თემურის სიტყვები, რომ წარმატებას შეხვდით მშვიდათო. ეტყობა ჩემთვის იყო ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაღაცაზე ისე არ აღფრთოვანე და არ გადაირიო, რომ
არ გეგონოს რომ всё იქ ვიქავარ მე უკვე სადღაცას მივაღწიე რაღაცას და всё მათ გაჩერდა და ამიტომ წყნარად მშვიდად მგონია რომ ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემ პიროვნებაზე. ეს იმას არ ნიშნავს რა თქმა უნდა რომ არ შევირგო რაღაცა ან არ მეგონოს რომ სადღაცას წინ წავედი ან რაღაცა სწორად გავაკეთე არა რა თქმა უნდა ეს სიამოვნება ყოველთვის არსებობს რაღაცა თუ გამომდის მაგრამ ალბათ ეს უფრო იმას ნიშნავდა რომ არ გეგონოს რომ რაღაც იმ წერტილში მიხვედი რომ თავში არ აგივარდეს რომ ვაი მე სადღაც იქ ვარ ახლა მე მაღალ წერტილში მოვხვდი სადაც მინდოდა და უკვე იქიდან რა ვიცი ალბათ არ გაჩერებას ხო არ ვიცი არ გაჩერებას გულისხმობდა ალბათ და ალბათ საკუთარ თავზე დაკვირვება მასწავლა თემურმა და საკუთარი თავის მოსმენა მასწავლა პირველ რიგში რას გულისხმობ რა მინდა საერთოდ რა მაინტერესებს ადამიანებს რა უნდათ საერთოდ რა მიზანი აქვთ დამაინტერესა ადამიანები დამაინტერესა იმაზე მეტად ვიდრე მაინტერესებდა ასევე მასწავლა ძალიან ბევრი რამე მასწავლა ცხოვრება მე მგონია რომ ცხოვრება მასწავლა მთლიანად და დღეს თუ რამე მნიშვნელოვანი არის ჩემ ცხოვრებაში დათას და თემურის დამსახურება მგონია ერთ ყველაზე დიდი წვლილი მგონია რომ მათ შეიტანეს ჩემ ცხოვრებაში. იცი რატო შემოვაგდე კითხვა თემურ ჩხეიძეზე რომ აყურებელს უთხრა რა მნიშვნელობა აქვს როცა ცხოვრებაში შეგხვდება ადამიანი რომელსაც შეუძლია რომ პროფესიაზე მეტი გასწავლოს რაღაცა 1 2 3 ნაბიჯით უფრო მაღლა. მე მაქვს ეგეთი განცდა რომ თემურ ჩხეიძე ეგეთი ადამიანი იყო. თან ქონდა თემურს ეგეთი დამოკიდებულება ყველასთან რომ ყოველთვის გეგონა რომ შენ განსაკუთრებული მართლა განსაკუთრებული იყავი ყველასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ქონდა მაგრამ ეს შეგრძნება რომ ინდივიდუალურად გეურთიერთება ესეთი ადამიანი რომელიც მართლა შენთვის რა ვიცი ვისთვის რა როგორი იყო არ ვიცი მაგრამ ჩემთვის მართლა ძალიან ბევრს ნიშნავდა თემური არ ვიცი მე კიდე სხვა აზრებს სხვა ძალას გაძლევს რომ რაღაცები ისწავლო რაღაცები მე მაგალითად ძალიან მოვიტყვები ხარ რო თქვა რომ ძალიან ჩაკეტილი ვიყავი თქო მაგრამ რაღაც დოზით ჩაკეტილი ვიყავი და ძალიან დიდი ძალა მომცა თემურმა ერთი არის როცა ლექტორი ზის აუდიტორიაში და პრინციპში შეიძლება მას კონდეს ნაფიქრი იმპროვიზაცია და მიმართავდეს ყველას მაგრამ მე მაქვს განცდა რომ თემურ ჩხეიძეს როგორც შენ წეგან თქვი ცალკეული ინდივიდი იყო მისთვის მნიშვნელოვანი. და შენთან როგორ მუშაობდა ცალკე? როგორ გაგრძნობინებდა რომ ხარ უნიკალური? ჯერ ერთი ყოველთვის ინდივიდუალურ ამოცანას გვაძლევდა ყველას როცა იმპროვიზაციას ვაკეთებდით. ზოგადი არ იყავი არასდროს, ზოგადად ყველას კი გვეუბნებოდა რაღაცას რა თქმა უნდა ზოგადად, მაგრამ ყოველთვის ქონდა შენთვის ცალკე დრო. როცა შენ ხარ მნიშვნელოვანი და ახლა შენ უნდა დაგელაპარაკოს. ახლა ვიღაცას უნდა დაელაპარაკოს იმის მიხედვით, რამდენად გჭირდება ეს შენ. და არასდროს არავინ არ დაუტოვებია, არ მიუტოვებია არასდროს არავინ, ჩემი აზრით. და მიტოვებაში გულისხმობ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვამჩნევ ხოლმე, რომ რეჟისორები მიატოვებენ ხოლმე მსახიობებს სულ თამაშთან, ასე ვთქვათ, ცუდად ვამბობ, ახლა შეიძლება, მაგრამ აი თუ რაღაც არ გამოსდის მსახიობს, შუაგზაში მიატოვებენ ხოლმე, ესეც შეგრძნება რჩება. არასდროს აი ბოლომდე იცოდა ჩაბღაუჭება და ბოლომდე რაღაცას მაინც გამოიყვანდა. და ეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გტოვებს მარტო და არ გტოვებს მარტო ხალხის წინაშე, რომ არ შეგარცხვენს ხალხში. ისე გააკეთებს, რომ მაინც გამოგივა რაღაც ბოლოს. რა გააკეთეთ თემურთან ერთად? საბოლოო ნამუშევარი რა გქონდათ? ჩვენი კლასი. ჩვენი კლასის მერე მე მგონი მე მქონდა კიდე დუელი დადგა და დუელში თამაშობდი მე და იქამდე ჩვენ ჯგუფთან გააკეთა ჩვენი კლასი. ცუდ თამაშს რას ეძახი? ხო, აი ცუდად გამომივიდა, მაგრამ ცუდი თამაში, აი ხო. კარგი, დავაკონკრეტებ. ცუდი თამაში შეიძლება იყოს თამაში, როცა შენ პერსონაჟი ვერ გაიგე. მეორე შეიძლება იყოს ცუდი თამაში, რომ მიაფუჩეჩე. ამოცანას ვერ ასრულებ. ამოცანა არ გაქვს და ჰაერში ხარ უბრალოდ. ან ტექსტს ლაპარაკობ უბრალოდ. არ ხარ პარტნიორზე დამოკიდებული მაგალითად. და სხვა რაღაცით ხარ გართული. მაგალითად ტექსტზე ფიქრით. მაგალითად როგორ გამოვიყურები, რას ვაკეთებ ახლა მე და ასე შემდეგ, ბევრი კიდე სხვადასხვა. და მე თუ ჩემ თავზე ვფიქრობ სცენაზე, მარტო შენ არ არსებობ. არსებობ მარტო მე და ცოტა ამას ვეძახით
ცუდ თამაშს, რომ საკუთარ თავით არიან ხოლმე მოცულები და ან ცუდ ტექსტზე ფიქრობენ, ან რაღაცა სოლო კარიერა აქვთ მოწყობილი, ძირითადად ამას ვეძახი ხოლმე ცუდ თამაშს, ან ამოცანა არა. ინტერვიუს ეგრეა სხვათა შორის. უკითხავთ ჩემთვის რომ რა არისო იდეაში ინტერვიუს მთავარი მუღამიო. და მე მგონია რომ ყველაზე მთავარი არის არა კითხვის დასმა ინტერვიუში, არამედ რესპონდენტის მოსმენა. იმიტომ რომ შეიძლება 300 კითხვა გქონდეს მომზადებული ერთ ინტერვიუში, მეტიც, გქონდეს არა ვიცი 30 თემა დალაგებული. მაგრამ პირველივე შეკითხვის მერე აღმოაჩინო, რომ რესპონდენტი ბევრად უფრო საინტერესო ადგილას მიყავხარ რესპონდენტს და თუ ჭუაღად უნდა გაყვე. და არც ერთი კითხვა არ დასვა საერთოდ იმ 300-დან. და მაგ შემთხვევაში გამოდის კარგი ინტერვიუ. ყველაზე კაი პარტნიორები მიყოლია სცენაზე. ვისაც ჰქონდა აი ის განცდა, რაზეც წეღარ ნილაპარაკე. რომ მარტო თვითონ კი არ არის, თქვენ ქმნით ამბავს. აი კინო და თეატრი რო შეადარო ერთმანეთს ხელოვნების ისინი რა ქვია. ხელოვნების ორი მიმართულება. დარდება საერთოდ შეიძლება მაგალითად დადარება. მე ხო არ ვიცი, არ მგონია რომ შეიძლება ამის შედარება. მგონია რომ საერთოდ სხვადასხვა სფერო არის. აი როცა ურეკავ ვინმე მეგობარს თბილისში და არ გაქვს ალაპარაკო თემა. რაზე ელაპარაკები ხოლმე? დღეს წარმოუდგენელია რომ არ გქონდეს ალაპარაკო თემა. იმიტომ რომ რაც ხდება ქვეყანაში იქიდან გამომდინარე, ყველა შემთხვევაში ყოველთვის არის ალაპარაკო თემა და ამიტომ ვლაპარაკობთ იმაზე, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ. სხვა შემთხვევაში არ ვიცი ალბათ პირად ცხოვრებაში რა ხდება, იმაზე ვლაპარაკობთ. შენთან რა ხდება, ჩემთან რა ხდება? რაშვები როგორ ხარ? ვინმე ახალი ხომ არ არის? ვინმე ხომ არ გამოჩენილა. ერთ ფილმზე რო გქონდეს ან ერთ წიგნზე სალაპარაკო. აი დაუშვათ რომ ეგეთ რუბრიკას აკეთებ შენც. ვილაპარაკოთ. რა ერთ წიგნს ან რა ერთ ფილმს ან რა ერთ სპექტაკლს აირჩევდი, რომელზეც ილაპარაკებ? ეხა მახსენდება რატომღაც ეს ეკარტ ტოლი არის ეგეთი და Power of Now ესეთი წიგნი აქვს, რომელიც mindfulness-ზე არის და აწმყოზე არის მთლიანად, რომელმაც ასევე ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ბოლომდე დამომცირა, რაღაც სიტყვები თქვა, რომელიც არ ვარც კი ვიცი. მიდი გააგრძელე. და რაც ძალიან დამეხმარა, მაგალითად, ძალიან ბევრი რაღაცის გადახარშვაში, სამსახიობები მიმართულებითაც, იმიტომ რომ მთელი წიგნი არის აწმყოზე და როგორ მოვიყვანოთ საკუთარ თავი აწმყოში და რომ ჩვენი ტვინი არის რაღაც ხმაური, რომელიც უნდა ხშირ შემთხვევაში ჩავახშოთ და ჩვენს შეგრძნებებს უნდა მივყვეთ. და რაზეც არის ძირითადად ფსიქოლოგია მთლიანად დაფუძნებული, რომ ჩვენი შეგრძნებები და არა მარტო ტვინი. რაღაცა პერიოდი არის ხოლმე რომ მოყვება ეს მთელი ეს ფილოსოფია და მე გავიწყდება და მე ახლა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ ვისმინეს Audible არის ეგეთი Amazon-ს აქვს და მანდაც არის აუდიო წიგნი არის. და ცოტა ხნის წინ შემხვდა და კიდევ ერთხელ მოვისმინე და გამახსენდა იმდენი რაღაცა, რასაც არ ვაქცევ პროსტა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყურადღებას. და რა ძალიან მნიშვნელოვანია. და ის რომ აი აწმყოში ეხლა მივხვდე რომ მე ეხლა აქ ვარ ამ მომენტში და ეს ხდება, აი ეს ხშირად გვავიწყდება ხოლმე და სადღაცას ან მომავალში ვართ, ან წარსულში ვართ და მეც მავიწყდება ძალიან ხშირად და ვცდილობ ხოლმე რომ ჩემი თავი მოვიყვანო აწმყოში. ფილმზე ალბათ ვილაპარაკებდი The Cook Thief, White Panther Lover მაგაზე, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ემოციურია და ძალიან დიდ სიყვარულზე არის და ძალიან დელიკატურად არის. დელიკატურად ახლა რო უყურებ ადამიანი ვერ ვიტყვის რომ ეს დელიკატურად, მაგრამ ძალიან დელიკატურად არის ჩემი აზრით. გადმოცემული ან კესიზე ვილაპარაკებდი მაგალითად კენ ლოუჩის კესი, რომელმაც ასევე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ მგონია რომ არ ვიცი ხა პიროვნება შემეცვალა თუ არა თქო, მაგრამ აი რაღაცა ძალიან დიდი შიფტი იყო ჩემში, უცებ. სპექტაკლი. ტროილმა ქალებმა მოახდინა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება პირველად რო ნახე. დათასია, კი დათასია. კავკასიური ცარცის წრე
დათას კავკასიური ცარცისწრე კავკასიური ცარცისწრე სტუდიასაც აქვს. კი ბატონო, მაგრამ დათას კავკასიური ცარცისწრე ვინც ნახა ის მიხვდება რასაც გულისხმობ. ახლა გამოცხადდება ზაფხულის პირას საქართველოს ბანკის სტიპენდია, რომელიც შენ გაქვს მოპოვებული და სხვა ადამიანებსაც მიეცემათ შესაძლებლობა რომ მიიღონ მონაწილეობა. რა რჩევები გექნებოდა იმ ადამიანებისთვის, ვინც თან გადაწყვეტილი აქვს, თან არა აქვს გადაწყვეტილი, აი რო რამე ისწავლიდა საზღვარგარეთ ეს ერთი და ასევე რა რჩევები გექნებოდა მათთვის, ვინც გადმოვა და შეეჩეხება დამოუკიდებელ ცხოვრებას. პირველი ალბათ რაც უნდა ვთქვა არის რომ მე მაგალითად რატომაც არ ვაგზავნიდი აპლიკაციას იყო ის და ჩანს პორტფოლიოს იყო ისე ვფიქრობდი რომ ვისაში ვჭირდები ახლა მე იქ ეს მქონდა აზრად რომ ვის დავკარგვი ვარ საერთოდ არავის აი და ჩემი ეს გრაფიკული დიზაინის გამოცდილება იქ რაღაც სხვა გამოცდილება არაფერი გამოცდილება არ არის საჭირო მთავარია რომ პორტფოლიოში რაღაცა საინტერესო გქონდეს და მთავარია რომ რაღაცა არ ვიცი შენი პიროვნული მახასიათებლები დაინახონ რომ რაღაც გაინტერესებს. მაგრამ ხო, ასევე რადგან ეს კონკურსი არის ჩვენ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ პორტფოლიოში რაღაც შენი სხვადასხვა მხარეები აჩვენო, რა შეგიძლია და მთავარი არის რომ არ იფიქრო რომ ვის რაში ვჭირდები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ პორტფოლიოს აგზავნე და მე უკვე არის ფინალური რამდენიმე და 4 ადამიანი ხდება მე მგონი ფინალში თუ სწორად მახსოვს და იმ 4 ადამიანს აქვს უკვე elevator speech ქვია და უნდა წარადგინო ერთ-ერთი შენი საყვარელი პროექტი და აი ამას აქვს უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა როგორ წარუდგენ ამ შენ საყვარელ პროექტს და მანდ უკვე მანდარი მთლიანი magic მანდ ხდება რომ ნუ აი როგორი ადამიანი ხარ ვინ გააკეთა საერთოდ ეს პროექტი როგორ გააკეთა რატო გააკეთა და ასე შემდეგ შენ რა წარადგინე მე წარვადგინე პარლამენტის რუკა გავაკეთე ეს პროექტად წარვადგინე პარლამენტის წინ რომ დავყავი სექციებად აქციებზე რო ერთმანეთს სად შევხვდით ეგ შენი გაკეთებულია და ეგ როგორც პროექტი ისე წარვადგინე ოღონდ ნუ მთელი ამბავი იმაში იყო რომ არც მიფიქრია საერთოდ ამის რაღაცაზე შევწუხდი პროსტა რომ მეთქე რანაირად შეიძლება რაღაცა მე ხესთან ვარ იმასთან ვარ ამასთან ვარ თან ვერ უვეკავ იქიდან გამორთულია აქ გამორთულია ინტერნეტი არ იჭერს და მეთქე როგორ შეიძლება რაღაცა არ არსებობდეს და მეორე დღეს წავედი და დავჯექი და 100 სექციებად დავყავი და უბრალოდ ანუ არც ერთი წამით არ მიფიქრია რომ მეთქე აი მეგობრებისთვის ან რა ვიცი ხო ვისაც მიწდება და უცებ მარკეტინგული გათვლა არ ქონია არავითარი გათვლა კი არა 2 საათში გავაკეთე ანუ არც ჩამიძია იმ ენერგია არ ჩამინთხევი არც მიფიქრია ამას просто შემაწუხა რაღაცამ და ამის პრობლემის გადაჭრის გზა მოვიძებენ ეგეთი რომ მეთქე სექციებად დავყოთ და რაღაცა გვეცოდინება რომ A5-ში ვდგავარ და F2-ში მოდი და ვარ აქ აი ეს იყო მთელი ფილოსოფია ამისი და ეს წარვადგინე მე როგორც პროექტი და მთელი აზრიც ეგ იყო რომ სინამდვილეში რაც კი მიკეთებია ყველაზე პატარა პროექტი თუ დავარქმევ ყველაზე პატარა იყო ყველაზე ნაკლებად ვიფიქრე მაგრამ ყველაზე ფუნქციური აღმოჩნდა ჩემს თელს შემოქმედებაში რაც კი რამე მიკეთებია ამ ცხოვრებაში და ყველაზე დიდი ფიდბექი მივიღე მაგ პროექტიდან. ამაზე ვილაპარაკე, რომ სინამდვილეში მთელი ჩვენი არტ დირექტორებისაც და დიზაინერების არსიც ეგაა, რომ გაუმარტივოთ ცხოვრება სხვა ადამიანებს და ნავიგატორები ვიყოთ სხვა ადამიანების და ეგ უცებ ამან იმხელა ფუნქცია შეიძინა, რომ ხო, არ ვიცი, ეს ალბათ ამან იქონია რაღაც დიდი გავლენა ჩემს გამარჯვებაზე. ალბათ, იმიტომ სხვა მას ვერ პოულობ. ბერლინთან და თბილისთან აკავშირებს პოულობ. ვერ ნახულობ ბევრ კავშირს. ანუ ურთიერთობები იმდენად განსხვავდება და იმდენად სხვადასხვა იმდენად ყველაფერი სხვანაირი არის ჩემთვის, რომ ვერ ერთადერთი ხო ალბათ რაღაცა კონტაქტების ამბავი ყველგან ერთი და იგივეა, რომ ვიღაცა კონტაქტი თუ ყავს, იქ ვიღაცას იცნობ, იქ ის იმას იცნობს, იქ ეს ამას იცნობს, სამეგობრო წრე რაღაცა და უცებ რო ხვდები, რომ ყველას იცნობს სინამდვილეში. ეს ალბათ საერთო არის, მგონია რომ თემსოფია. ბერლინის პატარა ქალაქი აღმოჩნდა სამაგრო. ხო, რაღაცა
ეს არის ალბათ საერთო რაც ვიპოვე. დანარჩენი იმდენად განსხვავდება ჩემთვის კულტურულად და ყველანაირად ბერლინი, რომ ხო ვერ ვადარებ. დაჟე ქართველი მეგობრები ვინც ყავს იმათაც დაურეკავ და გამოდი გნახავ, ეს არ ხდება აქ. იმიტომ რომ ყველა არის აწყობილი გერმანულ დროზე და გინდა არ გინდა ყველას უნდა შეუთანხმო მაინც დრო. მოდი რაღაცა შაბათს გნახავ და ერთი კვირით ადრე იგეგმება ეს შეხვედრა. საქართველოს გახსენებაზე რა წარმოგიდგება ხოლმე თვალწინ? ჩემ მეგობრების ალბათ. შენს ანუ ადამიანების იმაზე. კი. ანუ არა ადგილი, არა ადგილი არა. არამედ ხალხი. კი. ბერლინზე? ბერლინზეც ხალხი მახსენდება. მართლა? ძირითადად კი. მართალია ის ამბავი, როცა ბერლინში, როცა ხვდები, რომ ბერლინში დიდხანს ხარ ჩამოსული, აი მეგრე წოდებულ, რაც უკავშირდება, რასთანაც ასოცირდება ბერლინის საკლუბო ცხოვრება, ტურისტულად რო ჩამოდიხარ, გასაგებია, გიწევს, პარასკევს, იმაზე რა ქვია, საგულაო წასვლა, რაც უფრო დიდხანს ხარ, მით უფრო შორდები ამ ცხოვრებას. კი, მე მგონია რომ კი. რა არის შენი ცხოვრების თანამედროვე კოუჩურ ენაზე რო ვთქვათ, რა არის შენი ცხოვრების გოლი? რა შემთხვევაში იტყვი, რომ ტყუილად არ გიცხოვრია? ალბათ რაღაცა როლების თამაში მინდა, ფილმში მინდა, რამდენიმე ფილმში მინდა რომ ხო. მივიღო მონაწილეობა, რაღაც მინდა რომ მნიშვნელოვანი დავტოვო ამ ცხოვრებაში, რაღაცა გავაკეთო ისეთი რომ საინტერესო რაღაც თუ იმიტომ რომ იმ ფილმშია რა ქვია დამოვიწყდა სახელი. ხელოვნებაო ეს ტიპი ამბობს, ანუ უყურებენ ნახატს, რომელიც არის სისხლის წვეთები, მეტი არაფერი. ღირს რაღაც 45,000 евро. და ეს ტიპი ამბობს, რომ ხო ბრუტალურია ეს ყველაფერი, მაგრამ საოცარი სიმშვიდე მოდისო ხა ამ სისხლის წვეთებიდან. რო დაუკვირდეო, ხელოვნება არის ერთადერთი, რატო ვყიდულობო მე ნახატებს. ხელოვნება არის ერთადერთი რითი ჩვენ შეგიძლია რომ კვალი დატოვო სამყაროში. იმიტომ რომ სხვა გზა საამისოდ არ არსებობს. შენ რაც თქვი რომ მინდა რომ რაღაც როლები ვითამაშო. ეგ მანიშნებელი იყო ჩემთვის რომ შენს რაღაც კვალის დატოვება გინდა. კი, აუცილებლად. არის რაღაც როლები, რასაც სიამოვნებით ითამაშებ. კონკრეტულად ეს როლი არა მაქვს, მაგრამ აი ზუსტად ეგ აზრი მაქვს მეც რომ რაღაცა კვალი დავტოვო ჩემი და რაღაცა სათქმელი რაც მინდა რომ მივაწვდინო ხალხს. მაგალითად ახლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცოტა ახლა არ მინდა ისე გამომივიდეს რომ ვითომ ახლა იმისთან რაღაც გავაკეთე, მაგრამ ანუ ის რომ მაგალითად თეატრებში დღეს ცოტა პოსტერებზე ყურადღება გაამახვილა ხალხმა, მგონია რომ დიდწილად იმის დამსახურება რომ დავიწყეთ პოსტერების კეთება. კი, მახსოვს შენ იყავი ავანგარდში მაგამბის, კი. ხო და ეს მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი. მე იმიტომ ვთვლი ამას მნიშვნელოვნად, რომ მე შეიძლება არ ვთამაშობდი, მაგრამ რაღაცა წვლილი მინდა და შემეტანა თეატრში, ამ რაც მე შემიძლია ის გავაკეთო. ასევე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ძალიან მინდა რომ დამკვიდრდეს ეს 3D რენდერების ამბა მაგალითად მე კეთი ნადიბაიძესთან თამრი ოხიკიანთან ერთად ვაკეთებ ხოლმე რენდერებს, ანუ სკეჩებს მაწვდიან და ერთად ვაწყობთ დეკორაციას 3D-ში. და ვნახულობთ იქ ყველაფერს, მე ვზომავთ ისე რომ არ მოუწიოთ მილიონჯერ მე გადაკეთება და ვნახულობთ თავიდანვე როგორი იქნება დეკორაცია. და მგონია რომ ეს რგოლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ საერთოდ გაჩნდეს თეატრში. რომ ვიღაც საერთოდ დიზაინერი არსებობდეს თეატრში, რომ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცა კონკრეტული ენა გააჩნდეს თეატრს, რაღაცა კონკრეტული ენით გელაპარაკებოდეს და ასევე ტექნიკურად გამართული იყოს რაღაცეები. მაგალითად, არ ვიცი, რენდერი ავაწყოთ და ყველამ ერთად ნახოთ, განათება როგორ იმუშავებს, აქედან თუ იქიდან. და მილიონჯერ ვარ ვზომოთ და ჭრათ და ვკეროთ, ერთხელ გავზომოთ და გვეცოდინება, რომ აქედან აქამდე არის ამდენი სანტიმეტრი და ამდენი მეტრი მაგალითად. ვინ არის თანამედროვე ქართულ თეატრში ისეთი ტიპი, ვისაც აი თანამედროვე ცოცხალი ხედვა აქვს და ხვდება, რომ საჭიროა რომ თანამედროვებას ფეხი აუწყო. არ ვიცი, აი დათა ხა მაგალითად მე და დათა სულ მე სამეფო უნივერსიტეტში ვმუშაობ გრაფიკულ დიზაინერად და სულ სამეფოში თუ რამე იდგმება პოსტერებს ვაკეთებ და რაც კი სპექტაკლი იდგმება ხოლმე სამეფოში კეთისთან ერთად, თამრისთან ერთად, დათასთან ერთად სულ ვაკეთებ რენდერებს.
და ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა უცებ. ისე რომ არ წარმოგედი. მუშაობს. ისაო, რა ქვია, რამდენიმე როლის თამაში მინდაო და ვინ არიან ის რეჟისორები, სადაც კინოში სიამოვნებით იმუშავებთ? აი კენ ლოუჩთან ვიმუშავებდი ძალიან დიდი სიამოვნებით. ძალიან დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი პიტერ გრინვეისთან. კიდე? კი ბატონო, ლარს ფონ ტრიერთან მაგალითად. ლარს ფონ ტრიერს ბოლო დროს აღაცა ბოლო დროს ხო, ნუ ხო, მაგრამ ვაიმე არ ვიცი. ფიქში რო იყო კი ბატონო, ბაზარი არა. ხო. აი არ ვიცი ესე, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად კენ ლოუჩთან. ქართული კინო ცოცხალია? არ ვიცი, დღეს ცოცხალი. ნუ აი ბოიკოტში რო არიან გასაგებია ხო რა. ბოიკოტში როგორ არიან ცოცხალი, მაგრამ ხო. მე მგონია რომ ალბათ ცოცხალი არის, ეხლა არის ცოცხალი, რაღაცები რაც კეთდება. ეგ განცდა მაგ თეატრზე ახლა. ხო, კი ბატონო. აი თეატრზე მაგ ზუსტად ეგ განცდა რომ თავარი დანიშნულება რაც კი შეიძლება რომ გქონდეს ხელოვნებას და შემთხვევაში თეატრს მიუხედავად იმისა რომ ამის მცოდნე არ ვარ. ხვდები რომ ყველაზე ახლოს თეატრი ადამიანებთან არის დღეს საქართველოში. კი. არსით ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეს აკეთებენ ახლა. მეც ესე მგონია, გეთახვები 100%. აი ბატონო, საღამოხანია. ლაპარაკით ბევრი ვილაპარაკეთ. თავარია სისულელები არ ვილაპარაკეთ. სისულელების ლაპარაკიც მოსულა. მოსულა, კი. მადლობა შენ. წარმატებები. მადლობა. კარგ საქმეზე დგახარ. კაი დიდი ესეთი არტ დირექტორი. როგორც მინიმუმ იმედიანად ვარ, შეტის ჩაქარი. იმედიანად ვარ, რომ კარგი არტ დირექტორი გვეყოლება საქართველოში კიდევ ერთი. აბა, მორჩით.